გენდერული სტერეოტიპების შესახებ ჩვენ ხშირად საუბრობთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი ხელშემშლელი იმისთვის, რომ საზოგადოებაში მიღწეული იყოს გენდერული თანასწორობა. მოიხსენება სტერეოტიპი ეს არის დაფიქსირებული შეხედულებების სისტემა, რომელიც მთელ ჯგუფს ვრცელდება და თვითეული ინდივიდი განიხილება არა როგორც ცალკეული ინდივიდი თავისი თვისებებით, არამედ როგორც ამა თუ იმ ჯგუფის წარმომადგენელი. ანუ, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ გენდერულ სტერეოტიპებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ამა თუ იმ გენდერის ან თუ ის სქესის წარმომადგენელს მივაწევთ უკვე იმ თავით გარკვეულ თვისებებს და ჩვენ ქმედებებში მათ მიმართ ხელმძღვანელობთ არა იმით, როგორია თვითონ ეს პიროვნება და გამოვდივართ არა ინდივიდუალური თავისებურებებიდან, არამედ ამ სტერეოტიპული შეხედულებებიდან, რაც საზოგადოებაში არსებობს. გენდერული სტერეოტიპი ნიშნავს იმას, რომ იმის გამო, რომ ადამიანი არის დედრობითი სქესის, ამიტომ მას უკვე იმ თავით მიეწერება გარკვეული ნიშნები, თვისებები, ასევე არის, რადგანაც არის მამრობითი სქესის, ასევე მიეწერება გარკვეული თვისებები, ნიშნები და ადამიანების უმრავლესობა ამ ურთიერთობაზე მამაკაცთან ან ქალთან გამოდის სწორედ ამ სტერეოტიპული ნიშნებიდან და არ იღებს ხელმძღვანელობაში ამა თუ იმ ადამიანის ინდივიდს.